კი გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ უძველეს საქმიანობაზე, მეაბრეშუმეობაზე, რომელსაც საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი მესხეთში, კახეთსა და იმერეთში ოჯახები აბრეშუმის ჭიის გამოზრდით და ნედლეულის დამუშავებით იყვნენ დაკავებულები. დღეს კი ეს დარგი დავიწყებას არის მიცემული. უძველესი დარგის აღდგენის მიზნით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი ხორციელდება. მათ შორის აწყურში, სადაც აბრეშუმის პარკის საშრობი ერთადერთი შენობაა შემორჩენილი. ქართული აბრეშუმის პირველი ფესტივალი სწორედ აწყურში ჩატარდა. ამ ნაგებობაში ადრე აბრეშუმის პარკის საშრობი იყო განთავსებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 300 შენობა არსებობდა, რომელთაგან ეს ერთადერთი შემორჩა. ქართული აბრეშუმის პირველი ფესტივალი სიმბოლურად სწორედ სოფელ აწყურის საშრობში გაიმართა. ისეთი დარგია წინაპრებისგან გადმოცემული, რომ ეს დარგი არ უნდა დაიკარგოს, ეს ამ დარგმა უნდა იარსებოს. ქალბატონმა ნუნუმ სხვადასხვა კუთხის ქართველი მეაბრეშუმეების გაერთიანება ერთ ასოციაციაში გადაწყვიტა. მათ ერთობლივ მუშაობასაც ხშირად ადევნებს თვალს. დღეს ამ დარგის საყოფაცხოვრებო დონეზე შენარჩუნებაც კი დიდი მიღწევაა, თუმცა ადრე აბრეშუმის ჭიის ყოლა საკმაოდ მომგებიანიც იყო. ეს აბრეშუმი საკმაოდ კარგად მახსენდება ბავშვობიდან. აუცილებელი იყო იმ პერიოდისთვის, რომ თითოეულ ოჯახს გამოეკვება რამდენიმე გრამი აბრეშუმის მური, ეს იყო საჭირო ქვეყნისთვის, საქმისთვის და ამის პარკის ვაწარმოებდით, პარკის ჩაბარების მერე მახსოვს, რომ კარგ თანხას ვიღებდით და მერე ბავშვებს რაღაცის ფუფუნება გქონდა სახში თუ ველოსიპედი ძმებს, პიანინო მიყიდეს მე, ან დასვენება, სწავლა, ესეთი რამეები და ძალიან კარგად მახსენდება ეს პროცესი, რომ თვე ნახევარში სულ რაღაც იყო ეს თანხა. აბრეშუმის ჭიის გამოზრდას თავისი სეზონი აქვს. ამ პერიოდში მათი გაღვიძებულ მდგომარეობაში ნახვა მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში თუა შესაძლებელი. თავად დარგის ისტორიაზე კი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ. მუზეუმი ასევე ჩაერთო ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამაშიც, რაც აბრეშუმს უკავშირდება. აბრეშუმის ჭიის გაზრდა და პარკთან მისვლა ეს ერთი თემაა, რომელიც უკავშირდება ბუნებასთან, მოდი ესე ვთქვათ, ამათ მჭიდრო კავშირს, ცოცხალ ორგანიზმთან ურთიერთობას და მერე რას უშვები აი ამას, ინდუსტრია არა გაქვს. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მათ ვასწავლით ხელსაქმეს, მათ ვასწავლით ამ მოპყრობას ამ პარკთან. ეს არის პარკის დამუშავება ისე, რომ ამოვიყვანოთ ძაფი. პარკის დამუშავება ისე, რომ გავაკეთოთ ქაღალდი. პარკის დამუშავება ისე, რომ შევქმნათ და ვქსოვოთ რაღაცა. აბრეშუმის ჭიის ერთი პარკიდან მინიმუმ 700 მეტრი ძაფი ამოდის. ამ ძაფის ზომამ შესაძლოა 1 და 2 კილომეტრსაც გადააჭარბოს და მუზეუმის დირექტორი ამაში ერთგვარ სიმბოლიზმსაც ხედავს. აბრეშუმით ვაჭრობაც და მისი წარმოებაც ქვეყნისთვის საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ამას ისტორიაც მოწმობს. მეაბრეშუმეებს გეგმები ბევრი აქვთ, თუმცა ქართული ტრადიციული რეწვის უძველესი დარგის ამ ეტაპზე მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე დაბრუნებაც უკვე დიდი საქმეა.